ფორუმის გახსნამდე სტუმრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. ლევან ვარსელომიძემ დელეგაციის წევრებს აჭარის საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალი გააცნო. მხარეები თანამშრომლობის სფეროების გაფართოებაზეც შეთანხმდნენ. შეხვედრას აჭარის მთავრობის წევრები, სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე და აჭარაში თურქეთის გენერალური კონსული ესწრებოდნენ. ეკონომიკური ურთიერთობა ბათუმსა და იზმირს შორის დაახლოებით 7 წლის წინ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. იზმირის სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ერქემ დემირბაშის ხელმძღვანელობით თურქ ბიზნესმენთა 90 წევრიანი დელეგაცია აჭარაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ჩვენს რეგიონებს შორის უკვე წლებია პარტნიორული ურთიერთობები არსებობს. სამმავლოდ იგეგმება თანამშრომლობის სფეროების გაფართოება. თურქი ბიზნესმენები აჭარის რეგიონში მასშტაბური პროექტების განხორციელებას გეგმავენ. ინვესტიციების განხორციელება ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში იგეგმება. ჩვენ აჭარის რეგიონის შესახებ ვრცელი და ამომწურავი ინფორმაცია გვაქვს. აჭარის პირველ პირთან შეხვედრაზე კი ყველა ჩვენთვის საინტერესო კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღეთ. ტრადიციული გახდა იზმირის სავაჭრო პალატის ჩამოსვლა ბათუმში. ყველას კარგად ახსოვს 2 წლის წინ ჩამოსული დელეგაცია, დღესაც 100-კაცზე მეტია ჩამოსული და ფორუმი იმართება. მთავარი მიზანი ერთია, რომ რაც შეიძლება მეტი კონტაქტი მოხდეს ქართველსა და თურქ ბიზნესმენებს შორის, კონკრეტულად ბათუმსა და იზმირს შორის. ეს ორი ქალაქი დიდი ხანი ერთად თანამშრომლობს და მიზანი მართლაც ერთია, რომ ჩვენ ორივე ქვეყნის ბიზნესმენებს აუხსნათ ის პოტენციალი, ის საშუალებები, რომელიც ჩვენ ერთობლიობაში შეგვიძლია განვახორციელოთ. დამატებითი ინვესტიცია ნიშნავს დამატებითი სამუშაო ადგილებს, დამატებითი სამუშაო ადგილები ნიშნავს უფრო მეტ შემოსავალს და მართლაც ყველანაირად მოხარული ვარ და ყველანაირად ხვალს დაუჭერ, რომ ნებისმიერი ინვესტიცია შემოვიდეს ჩვენს მხარეში.